კოლეგებო, კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა. დღის ეს რით გათვალისწინებული არის ორი საკითხი. დაჩქარებული წესით განხილება ორი ინიციატივა მესამე მოსმენით, ესენი არის შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე თანამდებობებთან ერთად და ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონმდებლობის შეტანის თაობაზე თანამდებობებთან ერთად. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონო შეტა პირველი საკითხი თქვენია. საქართველოს კანონის პროექტები შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით. მოგესალმებით კოლეგებო, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონ პროექტს შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონ პროექტში ასახულია მეორე მოსმენისას სესიაზე გამოთქმული შენიშვნები, რომელიც ავისახეთ. ამასთან მესამე მოსმენისთვის კანონ პროექტში გახორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები მხოლოდ. ბატონო შეტა ყველა რედაქციული ცვლილება ასახულია, ხო? დიახ, ყველა რედაქციული ცვლილება ასახულია. კარგით, მაშინ კოლეგებო მუხლობრივად განვიხილოთ და გთხოვთ მანიშნოთ, მითხრათ თუ ექნებათ შენიშვნები, მოსაზრებები. მუხლი პირველი. მესამე. ორი მუხლია სულ. ბატონო. დიახ, მუხლი პირველი. შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. მუხლი 2 ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, რამე ხო არ შესულა, შენიშვნები, მოსაზრებები, ასეთი არ არის. შრომის მიგრაციის შესახებ კანონთან დაკავშირებულ ცვლილებებში. შემდეგი კანონ პროექტი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი პირველი, შენიშვნები, მოსაზრებები, ასეთი არ არის. მუხლი მეორე ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით, არ გახლავთ ცვლილებები. მადლობა ბატონო შეტა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული კანონ პროექტის მიზანი არის, რომ შრომით იმიგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო გამჭვირვალე და კიდევ უფრო რეგულირებადი, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენი შრომითი ბაზრის სტრუქტურა კარგად შევისწავლოთ და იმ შრომით სერვისებში, სადაც გვაქვს დეფიციტი, შევძლოთ საკუთარი შრომითი რესურსის გადამზადება, მომზადება, კვალიფიკაციას ამაღლება და ჩვენი მოქალაქეების წარმატების ჩართვა ეროვნულ ქართულ ეკონომიკაში. ეს არის აღნიშნული კანონ პროექტების ცვლილებების მიზანი. მადლობა. შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი. კოლეგებო, მეორე საკითხს წარმოგიდგენთ, ეს არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანამდებობებთან ერთად მესამე მოსმენით. მინდა გითხრათ, რომ წარმოდგენილ ცვლილებებში ასახული არის, წარმოდგენილ კანონ პროექტში ასახული არის რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რომელიც იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად იქნა განხილული და თუ გექნებათ კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები, შეგიძლიათ რომ მანიშნოთ. მუხლი პირველი ორგანულ კანონთან დაკავშირებული რედაქციული ხასიათის შენიშვნები ხომ არ გაქვთ? ასეთი არ არის. მუხლი მეორე გარდამავალდებულებებთან, ასეთი არ არის. მუხლი მესამე ამოქმედების ვადებია. ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ როგორც პლანურ სხდომაზე იქნა გაჟღერებული ამოქმედების ვადების შესვლილია. კანონ პროექტის ძირითადი დებულებები ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია დამოუკიდებელი ინსპექტორთან, ამოქმედება 1 სექტემბრიდან და 1 სექტემბრიდან დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიცია აღარ იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და ორგანული კანონით გათვალისწინებული. ამავდროულად გარკვეული ხასიათის ცვლილებები გვაქვს, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით? არ არის. შემდეგი არის ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, ანალოგიურად მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია, ხომ არ გაქვს შენიშვნები, მოსაზრებები? ასეთი არ არის. საქართველოს კანონის პროექტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის, რომელიც ასახულია დარიგებულ ტექსტში, ხომ არ გაქვთ შენიშვნები, მოსაზრებები? ასეთი არ არის. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აქაც მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია, შინაარსის უცვლელად. შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. კაცრავად.
და ბოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილებებია, ხომ არ გაქვთ განსხვავებული შენიშვნები, მოსაზრებები, ასეთი არ არის. შესაბამისად, შეგვიძლია რომ კენჭი უყაროთ ორივე ინიციატივას დღესაც გათვალისწინებული საკითხებიდან. ბატონი შოთა ბერიკაშვილის მიერ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი, ვინ არის მომხრე რომ ხარდაჭერილითაც მესამე მოსმენით, ერთხმად, დიდი მადლობა და ბოლო საკითხი საერთო სამართლოების შესახებ პროგრამულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე თამდე ცვლილებებთან ერთად მესამე მოსმენით, ვინ არის მომხრე, ხარდაჭერილია. დიდი მადლობა, ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია.